Inga, ხვდებით ხო, ანუ დღეს 10 საათის განმავლობაში ვეძებდით ალექსანდრე ელისაშვილს და ის იყო გატაცებული რეალურად, არანაირი ინფორმაცია რა გქონდა თუ სად იმყოფებოდა და დაკავებიდან 10 საათის შემდეგ გახდა ცნობილი ჩვენთვის, რომ უკვე გადაყვანილი იყო დიღმის იზოლატორში. იზოლატორში შეხვედრის შემდგომ შეხვედრის პირველი წამებიდან რაც დავინახე იყო, რომ მას ქონდა მძიმე დაზიანებები მიყენებული სახის არეში, აქვს ორივე სახის ძვლები დაზიანებული, ჩალურჯებული თვალები, სხეულის სხვადასხვა ნაწილი აქვს დაზიანებული და მთავარი რა არის აქ, ხო? როდესაც მოხდა მისი დაკავება და ხელბურტილის დადება, უბრალოდ მას შემდგომ გაუსწორდნენ მას და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური დაზიანებები. ხო, რა თქმა უნდა, ალეკო ელისაშვილი ამ ქმედებას ასე გამოხატავს, რომ ეს იყო პროტესტის ფორმა, რომლითაც სოლიდარობას უცხადებდა პოლიტპატიმრებს და იმ უსამართლობის წინააღმდეგ გაიბრძოლა და ამბობდა და არაერთხელ გაიმეორა, რომ ეს სასამართლო არ არის, ყველაფერია სასამართლოს გარდა და რა ეს სასამართლო დასაწველი არ არის, ანუ სასამართლო დასაწველი არ არის, ანუ ამას იმეორებდა ყოველთვის. ეს იყო მისი პროტესტის გამოხატვის ფორმა იმ უსამართლო სასამართლოს მიმართ, რასაც ვხედავთ ამ წლების განმავლობაში, რომ ქვეყანას ყავს ამდენი უსამართლო პოლიტპატიმარი და ხელისუფლება იყენებს სასამართლოს როგორც ბერკეტს იმ თავისი ძალაუფლების გამტკიცებისთვის და უბრალოდ ეს მოქმედება იყო და ეს პროტესტი იყო მისი მხრიდან გამოხატული. მაგრამ ბატონო გიორგი, აი აქ საინტერესოა თქვენ ბრძანეთ პირველ რიგში რომ ის იყო გატაცებული, ბევრი საათი ეძებდით, არ იცოდით მისი ადგილსამყოფელი და ბრძანებთ იმასაც რომ დაზიანებები მას დაკავების შემდეგ მიაყენეს. გამოხატულია ეს დაზიანებები, რაც ჩვენ ჯერჯერობით გავრცელებულ კადრებში ვნახეთ. თუ ეს დაზიანებები იყო უფრო მეტი დაზიანება რეალურად. ანუ უფრო მეტად ეთყობა კიდე, ანუ სად აქვს დაზიანება კიდე? არის შორი კადრებია, ისე არის აღებული კადრი, რომ არ გამოჩენილი იყო ეს დაზიანებები, თუმცა რეალურად პირისპირ შეხვედრის დროს ჩანს, რომ გაცილებით დიდი დაზიანებებია, ვიდრე იმ კადრებში, რომელიც ხო და შეიძლებოდა, ანუ გაჩნდა ასეთი კითხვა, გიორგი, რომ შეიძლებოდა თუ არა, ასეთ უმოკლეს დროში, უცებ აი თუნდაც ეხლა მე არ ვარ ექიმი, ექსპერტიზაზე ვერ ვისაუბრებ, ხო? რა როგორ შეიძლება განვითარდეს, მაგრამ აი ეს მუქი სისხლჩაქცევები შესაძლებელი იყო თუ არა, მას ესე დატყობოდა, ასეთი გამოხატული ყოფილიყო ანუ თუ კი ის ცემეს დაკავებისას თუ მას ეს დაზიანებები მიაყენეს უпростоრე დაკავების შემდეგ. დიახ. კი, მაშინ ეგრაც ხელბურტილები დაადეს. ხო, ეგ აღნიშნე დასაწყისშიც, რომ ანუ 10 საათი იყო გასული, ხო, ანუ მე რო შევხვდი მას, უკვე 10 საათი იყო გასული და საკმარის მეც არა ვარ ექიმი და მედიკოსი, თუმცა ანუ ხო, სავარაუდოდ მანამდე არ აღნიშნებოდა და აქედან გამომდინარე, ის იმცემის შედეგად აქვს მეყენებული ეს დაზიანებები, რომელიც გამოხატული იყო შეხვედრის დროს. აქ მნიშვნელოვანია მინდა ერთ საკითხს გაუსვა ხაზი, რომ ეს ყველაფერი მოხდა შაბათს დილით, ანუ დღეს დილით. ეს იყო გათვალისწინებული, იმიტომ რომ არავის ზიანი არ მიეყენებია, არავინ არ დაზიანებულიყო. ამათ შორის აქ არის საუბარი არც მანდატურის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რომ თუმცა იარაღის მუქარით შეაღწია და იარაღით ემუქრებოდა ვინმეს. ანუ ეს იარაღი მას ბოლომდე თან ჰქონდა, მას აქვს ტარების უფლება ამ იარაღის. მის ზემოდან ეცვა ხუდი, ქურთუკი და შემდგომ დაკავების შემდგომ ამოუვარდა და შემდგომ გამოიყენეს კადრები. მაგრამ მან გადასარევად იცოდა რა იქნებოდა, რა მოყვებოდა ამ ფაქტს და როდესაც იარაღი თან ჰქონდა, შესაძლებელია ესეც გათვლილი იყო, რომ გათვლილი ჰქონდა, რომ ამასაც მოყვებოდა ადეკვატური რეაგირება. მოდით მომიყევით თუ შეიძლება, გიორგი, აი ჩვენ კადრები არ გვინახავს, ანუ ჯენსეთი ალბათ ვნახავთ კადრებს, როგორ შედის, როგორ შეაღწია იქ სადაც შეაღწია, მერე რა ხდებოდა, აი რა მოგიყვა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა, ვიდრე გადავალთ მოტივაციაზე და იმაზე საუბარზე, რა გათვლა ქონდა ელისაშვილს, რაზე შეიძლებოდა ქონოდა გათვლა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. თვითონ როგორ შედის, როგორ შეაღწია, აი ეს გითხარ. კადრები არ გვინახავს და სავარაუდოდ საჯარო არც გახდება, ან თუ გახდება მხოლოდ ნაწყვეტი, ვინაიდან
იმ შიდა ჩანაწერებში კარგად გამოჩნდება თუ როგორ უსწორდებიან დაკავებულ ალეკო ელისაშვილს ხელბორკელი დადებულს, ანუ აქედან გამომდინარე, რომ ბოლომდე უწყვეტ კადრის მოლოდინი არ უნდა გქონდეს, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სრული ჩანაწერი გადმოგცეს გამოძიების მხარემ. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ამას არც უარყოფს, მან შეაღწია შენობაში, კანცელარიის როგორ შენობაში. საიდან რა ადგილიდან ესა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ანუ ახლა დეტალებს, ახლა ეგეთი დეტალი ჩვენთვის კი, ანუ რაღაცა გზით დეტალებში არ შევსულვართ ახლა რომელიმე ღობიდან გადმოძრა თუ რა გზა გამოიყენა, თუმცა ანუ ეზოში აღმოჩნდა ჩამტრია კარი, რომელიც იყო შუშის და ამ ჩამტრული შუშიდან შეძრა და შევიდა შენობაში და სადაც სურდა თავისი პროტესტის გამოხატვა და განაცხადა, რომ ეს ცეცხლი ოლიგარქიას, ცეცხლი უსამართლო სასამართლოს და ამ ქმედებით სწორედ ეს პროტესტი და მხარდაჭერა იმ პოლიტპატიმრებისთვის გამოეხატა, რომელიც დღეს იყოფებიან საპატიმროში. მაგრამ აი იქ რა მოხდა? მე შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით მანდატური სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. აი იქ რა მოხდა? ეს დაზიანებებს სანამ მიაყენებენ, როგორ აკავებენ, მე რა ხდება? სამი მანდატურის თანამშრომელი ეცადა დაკავებას და რა თქმა უნდა ხმამას იქ იყვნენ, ადგილზე იყვნენ ეს მანდატურები. უიარა ხო. არა, მალევე მოვიდნენ, იმიტომ რომ რაღაცა დრო დასჭირდა სანამ შეაღწია შენობაში და რამდენიმე წუთში უკვე მანდატურის სამი თანამშრომელი მივიდა. რომლებიც ხდნენ რა თქმა უნდა ისინი უიარაღებლები და ალეკოსაც არ ქონდა იარაღი ასე ვთქვათ ხელში მომართული როგორც ამას შინაგან სამინისტრო საუბრობს და რა თქმა უნდა მე აღარ გაუჭირდებოდა და დაკავების მომენტში როგორც მითხრა რაღაც წაიქცა მანდატურთან ერთად და შეიძლება აი მანდატურის თანამშრომელმა ამ დროს მიიღო რაღაც დაზიანება გამიზნულად არავისთვის დაზიანება არ მიუყენებია და დაზიანება ვინც მიიღო კარგად ჩანს კადრებშიც და პირისპირ შეხვედრაში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა და რეალურად ხო სამა მანდატურმა დააკავა თუმცა მას შემდეგ რაც მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რა თქმა უნდა უკვე იქ ძალადობას ადგილი არ ქონია თუმცა არადამეერ მოპრობის რაღაც ელემენტებს შეიცავდა ის ფაქტი რომ რაღაც 4 საათის განმავლობაში შეკრული ქონდა მჭიდროდ ხელები არაძლევდნენ საშუალებას მოხსნის ადვოკატთან დაკავშირების უფლებას და ასე შემდეგ ანუ ბევრი პროცედურული დარღვევებიც იყო რაზე იყო გათხოვა? დიახ, ბრძანეთ, კი ბატონო, ბრძანეთ და მე გადავიდე. ვკითხეთ, ანუ ეს მუხლი არის სიცხლის სამართლის საქმე 197 მუხლის, ანუ 19-197-ის მეორე სააქვე პუნქტი. ანუ ეს არის მცდელობა ამ შემთხვევაში, სქვისინითის დაზიანება. და ითვალისწინებს 3 წლიდან 6 წლამდე პატიმრობას, ანუ რეალურად ჩვენი მოლოდინი არის ამ შემთხვევაში 3 წლიდან 6 წლამდე. თუ რა თქმა უნდა გამოძიება ამ ხაზით წავიდა და არ ეცადნენ დამძიმებას იმ ვერსიით, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცხადებით, რომ თვითონ იარაღით ემუქრებოდა, რაც ეს ტყუილი იყო ამ შემთხვევაში. მაგრამ აი მოდით მითხარით თუ შეიძლება ჩვენ ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ განვითარდება ამ მიმართულებით გამოძიება, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში წინასწარ შემიძლია რაღაცა ვივარაუდო და ეს იქნება ძალიან მძიმე. ალეკო ელისაშვილს, რომელიც არის პოლიტიკოსი, იყო წლების განმავლობაში ჟურნალისტი, ძალიან კარგად ექნებოდა წარმოდგენილი მის ამ გადაწყვეტილებას და ამ ქმედებას, რა მოყვებოდა, რაზე იყო გათვლა. და мотивация თქვენ კი ბრძანეთ უსამართლო სასამართლო მესმის როცა ამბობთ რომ ეს იყო პროტესტი მაგრამ მაინც ანუ აი რაღაც მოცემულ მომენტში რა იყო მისი мотивация მოდით შევთანხმდეთ რომ აქ ძალიან მძიმე დანაშაულთან შეიძლება კონდეს ხო საქმე სასამართლოს კანცელარიის დაწვა ეს უკვე თავისთავად, რა ვიცი, ყველაფერზე მეტყველებს. საუბარია სასამართლო ინსტიტუტზე, ხო? მანდატურისთვის შეურაცხყოფაო ადამიანებს უგონებენ ბრალად და ციხეებში ამწყდებენ და ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამას რა მოყვება. ანუ რაზე გათვალა ელისაშვილმა? ალეკო ელისაშვილმა იცოდა, რასაც აკეთებდა და ის მოსალოდნელი სასჯელიც მისთვის ცნობილი იყო
და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ერთადერთი мотиваცია იყო რომ საზოგადოებისთვის აი რაღაცა ეჩვენებია რაღაც თავისი პროტესტის ფორმა რომ საზოგადოებას დაენახა რომ ეს სასამართლო არ არის ეს არის უსამართლო სასამართლო რომელიც იღებს უამრავ არასწორ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს და საზოგადოებას ეჩვენებია ის მხარდაჭერა რომელიც გამოიხატა ამ ცეცხლის წაკიდების მცდელობაში, იმიტომ რომ რადგან იყო საუბარი და საუბრობდა ყოველ 2 წუთში ამას იმეორებდა, ეს სასამართლო დასაწველი არ არის, ეს სასამართლო არ არის, ეს სასამართლო იქ არც უნდა იყოს საერთოდ. იმიტომ რომ ქვეყანაში სასამართლო არ აქვს. ანუ ეს იყო გახდა мотиваცია, მისი დამოკიდებულება ამ სასამართლოს მიმართ, რომელიც უამრავ ახალგაზრდებს, ბავშვებს უშვებს საპატიმროში და რა თქმა უნდა არ ითვალისწინებს არანაირ იმ სამართლებრივ ერგეტებს, რომელიც დაცვის ხარჯზე. ანუ მას ახსნა აქვს ასეთი რომ პოლიტიკური აქტი იყო, პროტესტი იყო ეს მისი მხრიდან და აი როცა თქვენ პოლიტიკური აქტი, პროტესტი. როცა თქვენ ჟურნალისტებს ესაუბრებოდით გიორგი დიახ იქ თქვით რომ ბრალს არ აღიარებს აი ეს განმიმარტეთ თუ აღიარებს იმას რომ წვავდა სასამართლოს მაშინ რას ნიშნავს რომ ბრალს არ აღიარებს დიახ ანუ აქ არის ცოტა ორაზროვანი გაგება იმიტომ რომ ჯერ ანუ ხვალ ველოდებით ჩვენ ბრალის დადგენილების ჩაბარებას გავეცნობით ბრალს და იმის მიხედვით გადაწყდება აღიარებს თუ არ აღიარებს ბრალს თუ რა ნაწილში შეიძლება აღიარებდეს ანუ აქ აღიარებაზე არ არის ანუ ის არ თulis რომ აქ დანაშაული ჩაედინა ის თulis რომ მან პროტესტი გამოხატა და პროტესტის ფორმა იყო ეს მხოლოდ და კიდევ მინდა რომ ხაზი გაუსვა ეს ყველაფერი გააკეთა შაბათს დილით რომ არავის ზიანი არ მისცომოდა ანუ ეს იყო პროტესტის გამოხატვის საშუალება ასე ვთქვათ ამიტომ არ თulis რომ ეს იყო დანაშაულებრივი ქმედება იცოდა რა თქმა უნდა რა შედეგი მოყვებოდა ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა რომ პატიმრობით დასრულდებოდა და დიდელბათობით ესეც დასრულდება ჩვენ ახლა სხვა იმედი არ აგვაქვს ამ შემთხვევაში თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით რომ რაღაც დაცვის ხარე რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოთ ის მოსალოდნელი სასჯელი რომელიც მას ემუქრება რა გითხრათ გიორგი ალექსანდრე ელისაშვილმა ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება თუ ამ გადაწყვეტილებას ამზადებდა დიდი ხანი ანუ მესმის როცა ამბობთ იყო პროტესტიო მაგრამ აი როგორ ამზადებდა რამდენი ხანი და თუ იმ წუთში მიღებული გადაწყვეტილება იყო ხო ანუ რა ინფორმაციასაც ვფლობ ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება ანუ სახში იჯდა უცებ მოაფიქრდა თავში და მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა კი რა თქმა უნდა ანუ ეს შეიძლება თვეები და წლები გრძელდება ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, პროკურატურის მიმართ, ზოგადად ამ ხელისუფლების მიმართ ის დამოკიდებულებები გროვდება და რა თქმა უნდა რაღაცა ეტაპზე მიაღწია იმ პიკს, როდესაც რაღაცა ფორმით ეს პროტესტი უნდა გამოეხატა და ალბათ ეს დღე იყო ზუსტად კონკრეტულად დღევანდელი დღე, როდესაც ის მოქმედება განახორციელა, რაც ჩვენ ყველამ უკვე ვნახეთ. ანუ ეს იყო თუ კონკრეტულად ქმედება რა თქმა უნდა იყო შეჯამებული ამ რაღაცა რამდენიმე წლიანი დაწყებული რუსული კანონიდან მოყოლებული გაგრძელებული ეს შარშანდელი 28 ნოემბრის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდგომი მოვლენებიდან გამომდინარე და უამრავი პოლიტპატიმრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ჩვენ კიდევ ვიცით რომ ალეკ ველისაშვილის მიმართ ერთი სისხლის სამართლის საქმეა სადაც პროვოკაცია მოუწყვეს უკვე იქ ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ეგ სასამართლო კიდევ მიმდინარე არის სადაც ბრალის დადგენაც ამ შემთხვევაში დამტკიცებასაც სასამართლოც და პროკურატურა ვერ ახერხებს იმიტომ რომ დამტკიცებულებები არის აი თქვენ ბძანეთ გიორგი რომ ალეკოს აქვს გააზრებული ქონდა ეს ყველაფერი და მარტო მოქმედებდა რომ ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება როგორც პროტესტის ფორმა გამოეყენებინა მსგავსი ქმედება განეხორციელებინა მაგრამ აი როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე რა გაგრძელება შესაძლებელია მოყვეს ამას ამ თემაზე ხო არ ქონიათ მაგალითად საუბარი ის ხომ არ ფიქრობს რომ ამ საქმიდან შესაძლებელია
წარმატებით შეკერონ რაიმე ახალი საქმე, რომ ეს არ იყო ვთქვათ ერთი კაცის მოქმედება, ერთი კაცის დანაშაული და იგეგმებოდა რაღაც დიდი, ანუ საკვები ოცნებისთვის. ამას გულისხმობ, მაგალითად ცოტა ხნის წინ არარსებული რაღაც საბოტაჟის საქმე შეკერეს ახალი საქმე პოლიტიკოსებზე და გამორიცხავთ ასეთ რამეს, ანუ გაცნობიერებული აქვს თავად ალეკოს, რომ შესაძლებელია ეს გამოიყენოს მთლიანად უფრო დიდი გეგმისთვის პოლიტიკურად ქართულმა ოცნებამ და სულაც არ წავიდეს საქმე ისე როგორც ერთი კაცის, ერთი პოლიტიკოსის პროტესტი. ზოგადად ალეკოს გაცნობიერებული აქვს, რომ ამ ხელისუფლების ხელში ყველაფერი შესაძლებელია რომ მოხდეს. თუმცა რა თქმა უნდა, მისი ქმედებები იყო დამოუკიდებელი. არავინ არ იცოდა მის სახლობლოში, სამედობროში, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება მიეღო, თორე რა თქმა უნდა, ამ ქმედებას არ დაუშვებდით, ასე ვთქვათ, გადააფიქრებინებდა. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსალოდნელია, შეიძლება ამას რაღაცა კუდები მიებას, რაღაც საკითხებს დააკავშირონ და რაღაც უფრო დიდი ცელი, რაღაცა დანაშაულებრივი, რაღაცა ქმედების ნაწილად გამოაცხადონ. ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა რა თქმა უნდა, ეს იქნება არასწორი და ანუ მოგონილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც არის რეალობა და ამას არც მადავს თვითონ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეუძლიათ შეწყწან, შეკერონ საქმეები და აქედან გამომდინარე, ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყოს და ვიყოთ ყველანი რა ამ შემთხვევაში. მოდით ასეთ კითხვასაც დაგისვათ თქვენი ნებართვით. ხო, აი მაგიტომაც რომ გამორიცხული არაფერია, თქვენივე ნათქვამ ბოლო ორ სიტყვას გავაგრძელებდი ამ შეკითხვით. შეიძლება თუ არა ვერსიის დონეზე მე როგორ ჟურნალისტმა დავუშვა კითხვას უსვამ უბრალოდ კითხვას ვსვამ, ხომ არ შეიძლება უფრო ადრე ყოფილიყო მასზე რაღაც ფიზიკური ზეწოლა, თავდასხმა, ისევ ამ დალურჯებებიდან გამოვალ, თვალის უპეების და ბრძანეთ, რომ უფრო მძიმე დაზიანებები აქვს, ვიდრე ეს კადრში ჩანს და შემდეგ რაღაცა საგანგებოდ დადგმული ამბავი, რომელშიც მონაწილეობს აი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ხო არ შეიძლება ვიფიქროთ, რადგან თქვენც ამბობთ, რომ 10 საათი ეძებდი და ანუ ხომ არ დაიჭირა ვინმე ფიზიკური ანგარიშწორება ხომ არ მოხდა და ხომ არ აიძულეს ის, რომ შემდეგ აიღოს და გააკეთოს ასეთი განცხადება, რომ კი ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. რაღაც პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის თუნდაც გეტყვით, კი არა, სიმართლე გითხრათ ხაბატონო ინგა, დასაწყისში მეც მქონდა მსგავსი ფიქრი და ეჭვი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რომ მსგავს ფაქტს ქონოდა ადგილი და რაც თქვენ ახსენეთ, მსგავსი სცენარი წარმომედგინა მხოლოდ და მხოლოდ. თუმცა ახლა შევხვდი პირადად, რა თქმა უნდა არაფერია გამორიცხული, მაგრამ მე პირადად ვერ შევამჩნიე ის, რომ ძალადობას მანამდე ქონდა ადგილი და ეს რაღაცა შემდგომარი შექმნილი რაღაცა სცენარი. თუმცა რა თქმა უნდა არაფერს არ გამორიცხავ და ყველა იდეას აქვს არსებობის უფლება და ყველა მოსაზრებას. თუმცა ამ შემთხვევაში არ ვიცი, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რაღაცას მიხვდებოდი ან მანიშნებდა ან მიხვდებოდი მოკლედ რომ აქ სხვა ასე ვთქვათ სცენარი არის რეალურად ამ ყველაფრის უკან. ხო, ანუ იმიტომ რომ აი იცით როგორია თქვენს ბრძანეთ რომ მეც ვფიქრობდი ამაზე, აი მე დილიდან როდესაც გავიგე მომხდარის შესახებ, უბრალოდ პირველი რაც თავში წამომივიდა იყო, ანუ ხო არ დაიჭირეს ფიზიკურად, ხო არ გაუსწორდნენ და შემდეგ იქ ხო არ მიიყვანეს თქო, იმიტომ რომ აი ცოტა ვერ ვხვდები ამ ტიპის პროტესტს, იმიტომ რომ გადასარევად იცის ელისაშვილმა ეს როგორ შეუძლია მოუბრუნოს ოცნებამ ისევ საპროტესტო საზოგადოებას და გნებავთ პოლიტიკურ სპექტრს. ბოლო კითხვას დაგისვამთ, გიორგი. კი ბატონო, მიპასუხეთ. პირიქით აი ამას დაკავშირებით გეტყვით. მეც ზუსტად ამას ვეუბნებოდი თუ რატო აკეთებდა ამ ყველაფერს, მესმის ეს პროტესტი, გამოთქმა ყველაფერი, მაგრამ ერთი რაღაც მითხრა, რომ ის არ მithქვს არ ჟურნალისტებისთვის. ნიკოლოზ ბარათაშვილი ხო გაქვს საკითხული თქო რა და ანუ ეგ მითხრა რა. ეს ნიშნავდა რომ უნდა რომ ამითი რაღაცა მუხტი იყოს იმ დაუმორჩილებლობის
ამ სისტემის მიმართ რა ასე თქვათ, ანუ დაუმორჩილებლობის მუხტის გენერატორი რო იყოს, რაღაც აი ასეთი აზრი გამოვიტანენ, რომ მითხრა რომ არ გაქვს საკითხული ნიკოლოზ ბარათაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს, მე რა დამემართება, თაორია შემდგომ რა მოხდება ამ მოვლენის შემდგომ რა. ანუ ნიკოლოზ ბარათაშვილი, ანუ გითხრათ სუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთებაო? ხო, რა ვიცი, არ ვიცი. ხო, არ ვიცი. ბატონო გიორგი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ეს კონკრეტულად, მაგრამ ანუ მე ვისწრებდა რომ ხო. სახალხო დამცველის წარმომადგენელი. იყო, დიახ, სახალხო დამცველის. დიახ, ჩემი ყოფნის პერიოდში შემოვიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. შეადგინა შესაბამისი ოქმი დოკუმენტი, ასახა ის დაზიანებები, რომელიც მას მიაყენეს მანდატურის თანამშრომლებმა და რა თქმა უნდა შესაბამის რეაგირებას თავიდან მანდატის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატიც მოახდენს უკვე.